საღამო მშვიდობის ყველას, აბა როგორ ხართ? ცოტა დავიგვიანი, მაგრამ მაინც მოვედი მეგობრებო. აპატიეთ. მაგრამ მაინც მოვედი, საღამო მშვიდობის, მოგესალმებით ყველას. პირადი გაშლა მქონდა მეგობრებო, ამიტომ დავიგვიანე, მაგრამ მაინც მოვედი თქვენთან. მედიან ყველანი კარგად ხართ. მოდი მოვუკიდოთ ამასაც, ავანთოთ ესეც. მიყვეს ესე ორი, მაგრამ ამას არ გაეკიდოს. აბა როგორ გიკითხოთ მეგობრებო, როგორ ჩაიარა დღე? მორიელი მოხვედი, მორიელი. აჰა, მოვიდა მორიელიც. არა მიშას, ჩემო ძვირფასებო, წამლები მაქვს დალეული და მაინც მოვედი თქვენთან. მედია ყველანი კარგად ხართ თქვენ. ესეც ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვენი კარგად ყოფნა. იმიტომ რომ მე რო აქ შემოვდივარ, თქვენც მჭირდებით მეგობრებო და თქვენ საჭირო ადამიანები ხართ, ასე რომ მე თქვენთვის და თქვენ ჩემთვის. ხო, ხელი ხელს პას და ორივე პირს. ხო, ასე რომ გაიხარეთ, უბმესი მადლობა. მესი მადლობა ჩემო ძვირფასებო. როიც ჩემი ხმა როგორ ისმის, ტელეფონზე მაქვს ხმა დაწეული. აჰა. ყოველთვის საჯარო გაშლა მაქვს, მაგრამ ის ფურცელი დავკარგეთ, სადაც წავიღე არ ვიცი, გუშინ რო დავწერე დღევანდელი თემა. ხوار გახსოვთ მეგობრებო? მეგობრებო, ხوار გახსოვთ გუშინდელი ჩვენი ლაივი დღეისთვის? რა უნდა ყოფილიყო? არა, კითხვაზე პასუხი არ მაქვს. კითხვა-პასუხები არ მაქვს. უღმესი მადლობა ყველას მეგობრებო საჩუქრებისთვის, გვერდში დგომისთვის, გამხიარულებისთვის. მესამე პირებზე ყოჩახ მორგანა. რა ახლა გამახსენდა რომ მაგი იყო. კი, მესამე პირები. მესამე პირები ურთიერთობაში. ეხლა იმის გარჩევას არ დავიწყებთ მეგობრებო, რა თქმა უნდა. ჩვენ ვართ მესამე პირები თუ სხვები არიან? მესამე პირები. ჩვენთვის მესამე არიან ისინი. ხო, იმიტომ დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ. ითხოვა არა, უბრალოდ რაღაცა სიტყვას მოყვა და მე ჩავწერე წუხელ, რომ დღეისთვის გავაკეთებდი მაგ თემას მესამე პირებზე კი. რა პრობლემაა მეგობრებო? თქვენ მომაწოდეთ იდეები მე და მე ყოველთვის გავაკეთებ საჯარო ლაივს. იმ თემასთან დაკავშირებით თქვენ რაც გინდათ. ხა, თქვენ იდეა მომაწოდეთ მე, ზოგჯერ იდეაც მავიწყდება, ნუ რა ვქნა. აპატიეთ, მაგრამ მავიწყდება. ერთადერთი რაც არ მავიწყდება არის მისამართი. მისამართი სახლის მეგობრებო. მაგი რომ დამავიწყდეს, მერე ვარ ცუდად.
კითხვაზე პასუხი არ მაქვს. მოკლედ, დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ და ჩაიფიქრეთ პარტნიორი, მეგობრებო. და დავიწყებ, ეხლა მე პირდაპირ დავიწყებ თქვენი პარტნიორიდან. ჩვენი ამბავი ისედაც ვიცით. ხა, მოვიდა აგერა ჩემი ძმა და მეგობარი, აგერა მორიელი. ხა, ასე რომ მორიელი ვიცით მგზავრობს, მეგობრებო, ასე რომ მხოლოდ მოგვისმენს. ხა. მე მორიელი ეხლა მგზავრობს გადაადგილებაშია. ხო, არა, ვერ გვიპასუხებს, ასე რომ მოგვისმენს, ხო? პასუხი. ჩაიფიქრეთ პარტნიორი, მეგობრებო და დავიწყოთ ეხლა მისი ენერგიები, თქვენი პარტნიორის ენერგიები. თქვენი ჭიკჭიკი მენატრაო. მორიელი, კაი ძამა ახლა. ყველა დილას ჩვენ ჭორაობთ. ყოველ დილით ჩვენ ყავას ვსვამთ, ასე რომ კი ბატონო, აჰა, მოვჭიკჭიკდი ეხლა და ვიჭიკჭიკებ და ვიქნები მეგობრებო და რა ამბებს მოგიჭიკჭიკებთ, ეხლა დავინახავ. რა ნოტებზე დადგებით აუცილებლად დავიწყოთ თქვენი პარტნიორის ენერგიები, მედია მოასწარით, ეხლა ჩაფიქრება. რა ხდება თქვენს პარტნიორთან? ბედნიერი დღე ქონდა. რაღაცა გადაწყვეტილება მიიღო თქვენმა პარტნიორმა, მისი ჭირიმე თქვა. რაღაცის გაახლება, რაღაცის განახლება, რაღაცის დაწყება, გადაწყვეტილების მიღება. მეგობრებო, მოგიჭიკჭიკეთ ამბავი. მეგობრებო, დედას გეფრთხები. ეს ნატურა ჩავაქროთ და ეს უფრო კარგად გამოჩნდება. ნახეთ ქვემოდან რა კარტია. ხო, გასაპირებთ თქვენ რა ენერგიებშია თქვენი პარტნიორი, ხო? მოჭიკჭიკება უნდა თქვენთან, მობრძანება უნდა თქვენთან, გადაწყვეტილების მიღება უნდა თქვენსკენ, რომ იყვეთ მეგობრები. ეს ადამიანი დღეს რაღაც ენერგიაზეა მოსული. ძალიან ცდილობს რაღაცას, მინდა გითხრათ. მისი ენერგია უკვე მომართულია სიჩქარისკენ, მოახლოებისკენ, გადაწყვეტილების მიღებისკენ და ხო, ასე ხელჩაკიდებული რო იაროთ. ნურას უკაცრავეთ, როგორ? ნეტა რა გადაწყვიტა და ის გადაწყვიტა. ისეთი ურთიერთობა გადაწყვიტა თქვენთან. ხო. მურგანა, გინდა თუ არ გინდა? გინდა? ხო და აგერა. ხო, ქვემოდან რა კარტია. ჩავაბრუნე. ესეთ ენერგიებშია და გავარკვევთ ეხლა მაგას ჩვენ. ესეთ ენერგიებში არის ვაჟბატონი თუ ქალბატონი და ხა მესამე პირებთანა თუ მეხუთესთან მაგას გავარკვევთ. რაღაც ბედნიერი დღე, ბედნიერად გამოიყურება. სამართლიანობაზე საუბრობს თქვენი პარტნიორი. თითქოს წარსულშია დარჩენილი და ეს სავარაუდოდ თქვენზე ფიქრობს ამ ყველაფერს თქვენ თუ ხო, მეგობრებო, თქვენზე ფიქრობს, კისერი მომჭერის უინდა. თქვენთან გატარებულ იმ ბედნიერ დღეებზე, ბედნიერ წუთებზე, იმ ბავშვივით რაღაცებზე ერთად რო კარგად იყავით, ამაზე ფიქრობს. სამართლიანობა. ნურას უკაცრავად, მაგრამ ხო, თქვენთან რადგან მოგონებებშია ეს ყველაფერი დარჩენილი, ამიტომ ფიქრობს თქვენზე. ეს ხართ თქვენ, ყურეთ პირველი კარტი რაც ამოდის, ყოველთვის თქვენ ხართ. ხო, მეგობრებო, კი, თქვენ ხართ. ამ ადამიანს თითქოს რაღაცა გაკვირვებებისკენ წამოსვლა უნდა რომ გაგაოცოთ. უნდათ რომ ამ ადამიანს უნდა რომ თქვენ სახეზე ისევ ღიმილი დაინახოს. უნდა რომ გხედავდეთ ბედნიერს, გახარებულს. ხო, ამ ადამიანს უნდა რომ რაღაც თქვენი ცოდვა თქვენთან მიმართებაში რაღაც დანაშაული გამოისყიდოს. ხო, ჩადენილი ცოდვები. ხა. აბა სიკვდილი მას ჩამოხჩობა,
ხო. ხო, მეგობრებო, ამ ურთიერთობის ამ ადამიანს უნდა რომ კარგი ჯერ არ დავარქვათ, მაგრამ ხო, აქ ასე მაჩვენებს რომ უნდა ნამდვილად თქვენი ურთიერთობის თქვენ ხართ ეხა მოგონებებში მასთან და თქვენზე იხსენებს, თქვენზე ფიქრობს, აი არ ვიცი. ხო, დიდი ხნით უნდა ამ ადამიანს ამ ურთიერთობაში დაბრუნება, უახლოვება. მესამე პირებზე არა ეს ახლა ჩვენ მესამე პირებზე არ ვსაუბრობთ. მესამე პირთან თუ უნდა ეს ურთიერთობა ისედაც აქვს. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენთან მიმართებაში, თქვენთან მიმართებაზე ვსაუბრობთ. ცოდვილია, ცოდვილი. ხო, კიდევ რა ენერგიები აქვს, როგორი ენერგიები აქვს თქვენს პარტნიორს? რა ენერგიებშია თქვენი პარტნიორი? რაღაც ძალღონის მომატების პროცესშია. თითქოს რაღაც რაღაც გულის ტკივილი აქვს ამ ადამიანს დაგროვებული. ნაკაპლენი, ძალიან დაუგროვდა გულის ტკივილი. თქვენთან დაკავშირებით. ძალიან დაუგროვდა გულის ტკივილი, ძალიან დაუგროვდა სიყვარული, ძალიან დაუგროვდა ზევდა, ძალიან დაუგროვდა ოცნებები. მთვარეშია კაც შესული. კაცი თუ ქალი. ხო, აპატიეთ, მომიტევეთ. თუმცა აღმოცენება უნდა ამ ადამიანს. აღმოცენდი საქართველო. კი, ამისთვის ბრძოლა ღირს, ამბობს ამას. ამის იმედი აქვს, ამის ბრძოლასაც აპირებს, ენთუზიაზმი, ანუ ამის ეს აქვს იდეაში ამ ადამიანს, რომ ამ ყველაფრისთვის იბრძოლოს. კი. ესეთ ენერგიებშია თქვენი პარტნიორი, ჩემო მეგობრებო, ასე რომ მე არ დამაბრალოთ. მე არაფერი არ დამაბრალოთ, მეგობრებო. ჩემი ბრალი არაა. რა მომენტია, ვიხუჭები, ვიხილები და თვალს ვახელო. ჩემი ბრალი არაა, თუ როგორაა? როგორ იყო ბავშვობაში ჩემო ძვირფასებო გამახსენეთ. ვის როგორ გახსოვთ? კიდევ 1-2 კარტი. ამ ადამიანს უნდა მოლაპარაკებები ან აწარმოებს უკვე რაღაც მოლაპარაკებებს. კი, მეგობრებო, ამ ადამიანს უნდა შვილი. ამ ადამიანის ოცნებაა შვილი. ყურეთ, ეხლა რა ხდება? ამ თქვენ ჩაფიქრებულ ადამიანს თუ იქ შვილი არ ყავს, თქვენთან უნდა მოლაპარაკება შვილზე. ზოგადად შვილის თემა აქვს უკვე მოლაპარაკების გეგმაში. საუბარი აქვს შვილზე, საუბარი აქვს სიყვარულზე, საუბარი აქვს იმ სიყვარულის პოტენციალზე, მომავალზე, რომელშიც ამ ადამიანს გეგმაში აქვს სიყვარული და სიყვარულში აქვს გეგმაში ბავშვი, ბავშვზე ფიქრობს. მოდი მოვილაპარაკოთ, რომ გავაჩინოთ ბავშვი, დავგეგმოთ ბავშვი. ამ ადამიანს უნდა ბავშვი. ეს ბავშვია მისი ოცნება, ეს ბავშვი არის მისთვის იმედები, იმედის მომცემი. ხო, ცხოვრების გაგრძელება. ხო, აბატონო. ხო. აი რაღაც ეს დავამუღამე, ხო. მეგობრებო, ყველა ჩვენი რაღაც გვაქვს. ხო, ნუ რა ვქნათ, ხო. ვიხილები და მოვდივარ, ხო, ვინც დამალული არაა, ჩემი ბრალი არაა, ხო, ზუსტად ასე. კარგად ხსომებია. მესამესთან, გავარკვევთ ეხლა მესამესთანა თუ მეხუთესთანა მაგი. ამ ადამიანს აქვს გეგმაში ბავშვი. ჩემი ვარაუდით არაა მესამესთან. მოგონებებში აქვს ამ ადამიანს და მოგონებებში ხართ თქვენ. თქვენ ხართ ეხლა მოგონებებში, ხო? ხო, ხართ თქვენ მოგონებებში. ამიტომ ეს არის მოგონებები თქვენთან დაკავშირებით. თქვენთან იყო ალბათ, თქვენ გქონდათ ალბათ დაგეგმილი ბავშვის გაჩენა, ან გისაუბრიათ ამაზე, ან გიოცნებიათ ამაზე, ნეტავ როგორ იქნებოდა ჩვენი შვილი. ხო, აი, მეგობრებო, ხო, აი, ეხლა მე ზღაპარიც მიყვარს, ზღაპრის მოყოლაც მიყვარს, მაგრამ ცხადში. ამიტომ ჩემო მეგობრებო, ნახავთ, ეხლა მაგ ყველაფერს გავარკვევთ, თუმცა ამ ადამიანს უნდა შვილი. ხო, ესეც კიდევ, ხო, აი, ნახეთ როგორი დასტებია. მეგობრებო, ერთ ბედნიერ დღეს, თუნდაც 2.
თუნდაც ერთი. თუ ერთი იქნება, გოგო უნდა. თუ ორი იქნება, გოგო და ბიჭი. აი ესეთი ჩანაფიქრები აქვს თქვენს პარტნიორს. თან დიდი სიყვარულით. გულიც ამოვიდა აქ. თან დიდი სიყვარულით მეგობრებო. ახალის დაწყება უნდა რაღაც კი. ამაზე საუბრობს. ურთიერთობის გაუმჯობესება, მოახლოება და გამოქცევა. ეს ხართ თქვენ, ჩემო ძვირფასებო. მესამე პირებს მოუგრიხავთ კისერს. რა პრობლემაა? ეს მაგია პრობლემაა? მივაბუძუნებთ აქედან. მოკლედ მეგობრებო, ეხლა მინდა ვკითხო თქვენი ენერგიები მინდა ამოვიკითხო ეხლა და თქვენთანაც თუ იგივე კარტები ამოვიდა, ესე იგი თქვენთან უნდა ამ ადამიანს. ეს ყველაფერი. ხა. უღრმესი მადლობა ციცქნა. როგორ აი ასე როგორ და თქვენს ენერგიებს წავიკითხავ ეხლა როგორ თქვენი ენერგიები მაინტერესებს ეხლა ვინ ხართ თქვენ აბატონო წარსულში დარჩენილი ადამიანები აი ზუსტად რაც იქ ამოვიდა ის კარტია ესეც ხა ვინ ხართ თქვენ ის ადამიანები ხართ ვინც ბევრ ჭორებს გებულობთ ან თქვენზე ძალიან ბევრს საუბრობენ კიდე ვინ ხართ თქვენ ხართ ის ადამიანები ვინც თითქოს რაღაც დაიკარგეთ სადღაც დაიკარგეთ რაღაც ფიქრებში დაიკარგეთ მოგონებებში დაიკარგეთ ხა თუმცა აქედან გაქცევა გინდათ ამ ყოლაფრიდან აი ესეც თქვენი პარტნიორის კარტია ესეც თქვენი პარტნიორის კარტია თქვენთან ეჩქარება ამ ადამიანს ამის დრო ესეც თქვენთან ამოვიდა ესეც თქვენს პარტნიორთან ამოვიდა მეგობრებო გადავჭეხე კარტი ამ ადამიანს ყველაფერი აქვს თქვენთან უნდა ერთ ბედნიერ დღეს ზუსტად იგივე კარტები ამოვიდა უბრალოდ შავი ხვრელია ეხლა თქვენში რომელი ხართ ჩავარდნილი ამ შავ ხვრელში მე არ ვიცი სავარაუდოდ თვითონ ესა შავი ხვრელი მისგან მესამე პირები ეს შავი ხვრელი არის მესამე პირები თუ წავიდა მაინც თქვენთან უნდა არ გამლახოთ მაგრამ ასეა ხო ეს თქვენთან ამოვიდა თქვენთან უნდა მეგობრებო თქვენთან კიდევ გავიმეორო თქვენთან კიდევ თქვენ ხართ მისი ენერგია, თქვენ ხართ მისი წყარო, თქვენ ხართ მისი ემოცია, თქვენ ხართ ის შესაძლებლობა, რაც მას ბუნებიდან ერგო. რესურსებს იღებდა თქვენგან. თქვენ ხართ მისი რესურსი. თქვენ ხართ მისი სიყვარული. მეგობრებო, რა გავაკეთო? თქვენთან გრძნობდა თავს მშვიდად. ეს ადამიანი ენერგია ქონდა თქვენთან. მეგობრებო. არ მითხრათ ეხლა რომ მე ხა, ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ამ ადამიანს სიყვარული აქვს თქვენი წაღებული მასთან. ანუ თან აქვს თქვენი სიყვარული წაღებული. ხო, ყურეთ რა ხდება, თქვენ ხართ უკვე შორს მისგან. მიუწვდომელი მზე ხართ მისგან, მიუწვდომელი სიყვარული ხართ მისგან, რომელიც სადღაც არის და მას ეს ძალიან დიდ ტკივილს აყენებს. ხო, ამიტომ ასეა. თქვენ ხართ შორს მისგან. აი ეს ხართ თქვენ, დიდი სიყვარული, თქვენი ცხოვრების გაგრძელება, ახალი დაბადება, აი ეს ამოვიდა მასთანაც. თქვენთან უნდა მეგობრებო, თქვენთან. იზაბელა, ჩემო კარგო. არ მაქვს კითხვებზე პასუხი. რამდენჯერაც არ უნდა ბეჭდო და აგზავნო, არ გაგცემ პასუხს. შეგიძლია მოусმინო. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, ესეთი იყო თქვენი ესეთი იყო, ეს არის უბრალოდ დახასიათება თქვენი ენერგიები, მეგობრებო.
ეხლა ამოვიკითხავ თქვენს ამბავს. თუმცა აი ესეა. აი ესეა თქვენი პარტნიორი. თუ თქვენ ხართ ესე, არ ვიცი ხა, უცებ, უბრალოდ ამოვიდა ქვემოდან ეს. კარგით, დავიწყოთ ეხლა. ბჟუტავს, მეგობრებო, ბჟუტავს, ნახეთ, ძლივს უნთია სული. ძლივს უნთია მეგობრებო, რაღაცა მინდა რომ აენთოს. ცეცხლი რომ დაანთოს მინდა ამ ადამიანმა. ღამე მშვიდობის, მოგესალმებით ყველას, ჩემო ძვირფასებო. მესამე პირებზეა გაშლა. მესამე პირები რა ხდება იქ? მესამე პირები, ჩემო ძვირფასებო, დღევანდელი ჩვენი ლაივი არის მესამე პირები და შეგიძლიათ ჩაიფიქროთ. თქვენთვის არსებული მესამე პირები. შეიძლება იყოს მესამე პირები მშობლებიც, დედმამიშვილებიც, სამსახურიც. თქვენ სიტუაციას მოერგეთ და ჩაიფიქრეთ მეგობრებო. პარტნიორი და მესამე პირები, მესამე სიტუაცია. ხო, ეს არ გადამიბრუნებია, დამავიწყდა. ამდენ ლაპარაკში დამავიწყდა მეგობრებო. ძალიან მაინტერესებს რა ხდება იქ. მესამე პირებთან. დავიწყებთ თქვენი პარტნიორით. თქვენი პარტნიორი, რა ხდება მის ცხოვრებაში? აი, რა ხდება თქვენი პარტნიორის ცხოვრებაში? სიყვარული. ბოდიშით. ეს სიყვარული არა. თქვენი პარტნიორის ცხოვრებაში რა ხდება და მეგობრებო, ყურეთ ახლა, ამ ადამიანს ძალიან უნდოდა სიყვარული, ესეთი ლამაზი ღვთის ბოძებული სიყვარული, აი ეს ურთიერთობა, მაგრამ არ დასცალდა თუ ნუ რა არის ეს, უფალს ევედრება ამ ყველაფერს. უნდოდა და დარჩა პერსპექტივაში. ეხლა თქვენ თუ გონიათ რომ თქვენი პარტნიორი წასულია მესამე პირთან და იქ აქ ეს ყველაფერი ძალიან ცდებით მეგობრებო, უფალს ევედრება ამ ყველაფერს. იქ თუ აქ ეს ყველაფერი უფალს არ შეევედრება. გამოსავალი და დასკვნა ესეთია, ხო? რეალურად თუ ვიმსჯელებთ. თქვენი პარტნიორი სადაც იმყოფება, ეს სიტუაცია იქ არა აქვს. არა. ამას ევედრება უფალს, ამასთან ზურგის შექცევითაა მეგობრებო. ეს არა აქვს იქ. უნდა, მაგრამ არა აქვს. ხო, ამიტომ მეგობრებო, რა ვქნათ? არა აქვს. რა ხდება თქვენი პარტნიორის ცხოვრებაში? არა აქვს, კარგი არა აქვს. რა ხდება მესამე პირებთან? რა ხდება მესამე პირებთან? მეგობრებო, გავარკვევთ მაგას. მაგ შეკითხვასაც დავსმევთ. რა ხდება მესამე პირებთან? მესამე პირებთან ხდება რაღაც სიახლეები, რა? ტყუილები, ახალი ტყუილები. მოგწონთ, ხო? მესამე პირებთან ხდება ტყუილები. ნახეთ ქვემოდან ეხლა მინდა გაჩვენოთ რა კარტია. რა ხდება მესამე პირებთან და მოგონებებში დარჩენილია ეს ადამიანი მესამე პირებთან. ანუ მესამე პირთან შეიძლება ცხოვრობდეს ადამიანი, ხო? ახალი, თქვათ, ოჯახი, ახალი ურთიერთობა, რაღაც სიახლეები, მაგრამ უყურეთ რა ხდება. მოგონებებშია წარსულთან, გულის ტკივილებშია წარსულთან, ტრანსფორმაციაშია ეს ადამიანი. ამ ადამიანმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ამ ტრანსფორმაციით. დარჩეს იქ თუ თქვენთან მოვიდეს. ხო, ნახეთ, მეგობრებო, უბრალოდ შეხედეთ. იქ დარჩეს თუ ახალი ცხოვრება დაიწყოს ისევ თქვენთან. რა გადაწყვეტილება აქვს ესეთი მისაღები. იქ დარჩეს თუ თქვენთან დაბრუნდეს. მეგობრებო, თქვენ აგერ ხართ. თქვენ ელოდებით. თქვენ ძალიან კარგად იცით უკვე ამ კარტებიდან ძალიან გათვითცნობიერებულები ხართ ამ სფეროში, არა მარტო ჩემთან, სხვებთანაც და თქვენ ძალიან კარგად იცით ამ ადამიანს რა ელოდება, რა დღეშია, რა სჭირს, რა არ სჭირს, რა აკლია. ჭკუა აკლია, გონება აკლია, ტვინი აკლია თუ ურთიერთობა აკლია თუ სიყვარული აკლია. ყველაფერი ძალიან კარგად იცით. ხო. და თქვენ ხართ გამარჯვებული.
თქვენით იყო ეს ადამიანი გამარჯვებული, ეს თქვენ ხართ მეგობრებო. თქვენთან უნდა ეს გამარჯვება. გადაწყვეტილება აქვს მის სახებით თქვენთან დაკავშირებით. ამაშია საქმე. და ამბობს რომ უკან არ დაიხეს, უბრალოდ მეგობრებო, ხა შეიძლება ადამიანმა გავგიჟდე ისეთი პირდაპირ საუბარი დაიწყო თქვენმა ჩაფიქრებულმა ადამიანმა. უბრალოდ რა ხდება ეხლა აქ მე გეტყვით. მანიპულაციები არის მის ცხოვრებაში. ეს უკვე ცალკე თემაა. რო იტყვიან ძველ ბიჭურად. მის ცხოვრებაში არის მაგიები და მანიპულაციები. მოტყუებულია ეს ადამიანი, მანიპულირება. აი ხედავთ ხო, რაც აწერია კარწა ბატონო. ეს ხდება მის ცხოვრებაში. მეგობრებო, რომელი სიყვარული, რომელი ურთიერთობა, რომელი ოჯახი, არც იფიქროთ, უსამართლობა მეგობრებო. რა ხდება მის ცხოვრებაში და აი სრული ქაოსი მაგიებით. იქ არის მხოლოდ ფინანსური ინტერესები. იმ ურთიერთობაში სიყვარული არ აქვს. კისერი მომჭერით თუ გინდათ მეგობრებო. იქ არის უსამართლობა, არ გეგონოთ რომ კარგად აქვს საქმე. ცოდვებმა უწია. ხო, შეიძლება ეკუთვნოდეს, მაგრამ ხო ეკუთვნის თუ არ ეკუთვნის, აქ უკვე მეგობრებო სულ სხვა ამბავია. ის არა, რასაც თქვენ ხედავთ გარედან, არა. უბრალოდ გაოცებული ვარ პირველივე დაწყებით. პირველივე დასაწყისით რომ რა მოვიდა აქ? აქ რა მოვიდა? სიყვარული, ურთიერთობა და უფალს ევედრება. თუ კი აქ რას ევედრება? თუ არა და არა აქ, მეგობრებო. იქ არაფერი არა აქვს. იქ აქვს მხოლოდ რაღაც ინტერესები ფინანსური. დამთავრდა მისი ცხოვრება კინო მორჩა, წევიდა სახლში. არასწორი მიმართულებით. ხო, რა ხდება კიდევ მესამე პირებთან? რა ხდება იქ მესამე პირთან? რა ხდება მეგობრებო? რა ხდება მესამე პირთან? ეჭვიანობა, გამიშვიდა მაკავე, შური ბოღმა ღვარძლი. ეს ადამიანი მესამე პირი თქვენს პიროვნებას მხოლოდ და მხოლოდ ატყუებს და შურს იძიებს, შურის ძიება, შურიანობა, ფინანსები, მხოლოდ რაღაც ინტერესები, არა სიყვარული, სხვა დანარჩენი ინტერესები. სიყვარულის გარდა ყველაფერი აქვს. გამიშვიდა მაკავე, უსამართლობა მეგობრებო, რა ვთქვა რა, ამაზე შეიძლება დაამთავრო ადამიანმა უკვე მსჯელობა. აღარ ზღირს გაგრძელება მათი ურთიერთობის. დედას გეფიცებით. აშკარად გაკეთებული აქვს რაღაცა, მანიპულაციები და მაგიები. მანიპულაციები და მაგიები მეგობრებო. რა ხდება მესამე პირებთან კიდევ? ძალიან მაინტერესებს რა ხდება კიდევ მესამე პირებთან. სისულელე. სულელურათა იქ არის აი ეს ადამიანი გაჩვენებთ რომ ვითომ კარგადაა მეგობრებო. ამ ადამიანს აქვს ესეთი თვისება ეტყობა რომ თავის ყველაფერს არ აჩვენებს. გარეთ ვერ შეატყობთ რომ შიგნიდან რა ხდება. რა ხდება მის ცხოვრებაში, ხო? ყველაფრის დანაკარგი, ნაწილობრივ დანაკარგი, ნაწილობრივ არა, ყველა პარტნიორობა აქ გამორიცხეთ მეგობრებო. არაფერი არ ხდება საინტერესო მის ცხოვრებაში. არტისტია. თქვენი პარტნიორი არის არტისტი. ყოველ შემთხვევაში კარგად თამაშობს ეხლა არტისტობას. მეგობრებო, იქ რა ხდება? განქორწინება. იქ ხდება განქორწინება, განშორება. თუნდაც არ იყოს ქორწინებაში და თქვენთან იყო ქორწინებაში და ეს ადამიანი წასულია მესამე პირთან. იქ დაშორება ხდება მეგობრებო. თუ კი ქორწინებაში იმყოფება, განქორწინება ხდება. იქ ხდება განქორწინება. ხო. დასასრულია ურთიერთობის იქ. იქ არის დასასრული ურთიერთობის. ამთავრდა. ეს განოლების არკანიცაა მეგობრებო. სულელის არკანი.
განოლების არკანი, მაგრამ ეს მაინც ეკაჩება ეს მაინც ეკაჩება მისი ეს შურიანი ბოღმიანი გესლიანი მაინც ეკაჩება აქედან, მაგრამ მაინც დასასრულია მეგობრებო იქ. გარანტიას გაძლევთ. იმიტომ რომ უსამართლობის კარტი. ეს არის უსამართლობის კარტი, რომ ადამიანი იქ ძალიან უსამართლოდაა, იქ არ უნდა იყოს. მისი ადგილი იქ არაა. რა ხდება მესამე პირებთან? ხო, მეგობრებო, მოტყუებულია. რა ხდება? რა ხდება მესამე პირებთან? კოშკი. უბედური ქორწინება, უბედური ცხოვრება, უბედური ურთიერთობა, რუტინული ცხოვრება, ერთფეროვნება და პატიმრობა. შეიძლება ზოგიერთებთან იყოს პატიმრობაც, კი, არ გამოვრიცხავ ერთეულებთან, ძალიან ერთეულებთან, მაგრამ უმეტესობასთან ერთფეროვნება და შინა პატიმრობა, ოჯახური პატიმრობა. ვალდებულებები, მეტი არაფერი. რაღაც ისეთი ვალდებულებები, ჩემო ძვირფასებო, რაც არა მისაღები. ხო. კიდევ რა ხდება იქ? რა უნდა იცოდეთ? მოჩვენებითი. ამ ყველაფერს მეგობრებო კარგად თამაშობენ. ამის თქმა მინდა. ამ ყველაფერს ძალიან კარგად თამაშობენ. ხო, უსამართლობა. არასრულყოფილება და გულგატეხილობა. რწმენის დაკარგვა. კარგად თამაშობენ, მინდა გითხრათ. ერთიც და მეორეც. სახლში აქვენ დაგადაგა, შეიძლება მშობლებთანაც კამათობდეს, მშობლებთან თუა თქვენ ნამდვილად იცით რომ მშობლებთან არის. სადაც არის, არა აქვს მნიშვნელობა, დაგადაგა აქვთ, გარეთ გამოდის და ვითომ არაფერი. ხა. არა უშავს მორიელ, შენ მაგაზე არ ინერვიულო ძამა. თავარია მშვიდობიანად იმგზავრე. ხა. ხვალაც მოусმენ შენ ამ ყველაფერს. ასე რომ არ ინერვიულო. კიდევ რა ხდება მესამე პირებთან? რა ხდება მესამე პირებთან? რა არის ის, რაც უნდა იცოდეთ? გეუბნებით ფინანსური ინტერესები. ისიც აღარ აქვთ. აი ხედავთ ხო? ფინანსური ინტერესები რაც აღარ აქვთ, ფინანსებიც აღარ აქვთ. კიდევ რა ხდება იქ? 4 კედელი, ბრძოლა, კონფლიქტი, აგრესიაში გადადით უკვე. ხა. სამყარომ დაუკეტა ფინანსები ამ ადამიანს. ურთიერთობაში სადაც იყო მხოლოდ ფინანსური ინტერესები, სამყარომ დაუკეტა ფინანსები ამ ორ ადამიანს, თუ ამ ადამიანებს რა მნიშვნელობა აქვს მიცა, ჩაიკეტა ფინანსები და ეხლა მეგობრებო, ხო, აქვთ ბრძოლა. ამის გამო. კიდევ რა ხდება? რა ხდება კიდევ? რა ხდება მესამე პირებთან და სასწაულები ხდება სამკუთხედები. სირთულეები, პრობლემები, გაუგებრობა, ეს ადამიანი სად მიდის, სად მოდის, მანც არ იცის. მეგობრებო, ძალიან გაუგებრობა აქვს. ამ ადამიანმა არ იცის, თქვენმა ჩაფიქრებულმა ადამიანმა არ იცის, სად წავიდეს და ზოგადად საით მიდის მისი ცხოვრება. ეს ყველაფერი არის მისი ბრალი, მისი არასწორი ნაბიჯების ბრალი, გზიდან გადახვევის ბრალი. ხო, ეხა იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ნებითა თუ ნებლიეთ, მაგითა თუ ჯადოებითა, ხო, ორივე ერთი დანიშნულება აქვს ორივეს. ამას თუ არ ჩავთვლით, ხო, ასია საქმე. ასია საქმე. ხო. კარგით. საინტერესოა. ეს ადამიანი კიდევ ეცდება. რას? კიდევ ეცდება, რომ ამ ცალი ფეხით მეგობრებო. ცალი ფეხით ისე მოვიდეს, ცალი ფეხი იქ, ცალი ფეხი აქ. ხალხეთ, ისე მოვიდეს ადამიანთან, რომელსაც პატივმოყვარეობა შეულახა და ეს ხართ თქვენ. ადამიანთან, რომელთანაც აქვს ახლა შეფერხებები, იმპერატორი ქალები, ეს ხართ თქვენ, იმპერატორი ადამიანები, რა მნიშვნელობა აქვს ახლა ვინც მიყურებთ, მამაკაცი თუ ქალბატონი, თქვენზე ვსაუბრობ, ხო. და
ძალიან შეგილახათ პატივმოყვარეობა, თავისი საქციელით, თავისი წასვლით, მოულოდნელად გაქრობით თქვენი ურთიერთობიდან, თქვენს ურთიერთობაში. თუმცა ეს იყო რაღაც მიღწევების გამო, რაღაც ამ ადამიანს ჰქონდა თავისი გეგმები, რამოდენიმე ხნის უკან, კარგა ხნის უკან იყო ეს ლაივი ზუსტად ეხლა მეორდება. რომ ამ ადამიანს ჰქონდა რაღაცა თითქოს გაუმჯობესების მიზნით თქვენგან წასვლა გადაწყვეტილი და სხვანაირად შემოუტრიალდა ეს ყველაფერი, ნახეთ ხო, როგორ ამეგობრებო, გაუმჯობესების მაგივრად ადამიანს პირიქით წაუვიდა საქმე. ხო, ასე რომ რა იყო მიზეზი ამ ყველაფრის და ურთიერთობისთვის, ხო, თითქოს თავისი ცხოვრების გასაუმჯობესებლად, მაგრამ თავისი ცხოვრება იმდენად გააუმჯობესა თქვენი დაკარგვით, რომ სად წავიდეს და სად ტრუბაში შეყოს ახლა თავი, იმას ფიქრობს. ხო. ბევრთან შეიძლება იყოს უცხოეთთან დაკავშირებული მეგობრებო. უცხოეთი შეიძლება იყოს უცხოელი, შეიძლება იყოს გაუცხოება უკვე ადამიანის, ეს თქვენთვის უკვე ეს ადამიანი უცხოა, ან შეიძლება იყოს კიდევ უცხოეთში წასული ადამიანი. უცხოეთი სიტყვა დააკავშირეთ მეგობრებო. მოირგეთ თქვენ სიტუაციას. ან უცხოელია, ან უცხოეთში წასულია, ან გაუცხოება გაქვთ ერთმანეთში. რომელი გაქვთ? უკვე თქვენ თვითონ მიხვდებით, მოირგეთ. შეიძლებაც და სამივე მოგერგოთ და შეიძლებაც და ერთ-ერთი. ხო, ამიტომ თვალები ამეწვა მეგობრებო, მაპატიეთ. და უკვე თვალებს ვეღარ ვახელ. ერთი წუთით ჩემო ძვირფასებო, სხვა გზა არ მაქვს. ხო. მოვედი. აი მოვედი, ჩემო მეგობრებო. გავაგრძელებ. კამათობს. კამათი ჭხუბი არასწორი რჩევა, ცილის წამება, იგნორი. ხო და აი ესეთი რაღაცები ხდება, მოულოდნელი დანაკარგები, გეგმების ჩაშლა, თავზე ცხოვრების დამხობა. ამ ადამიანს შეიძლება თქვენგან წასვლით ძალიან ბევრს მიაღწია, ის რისთვისაც წავიდა, ისიც დაიკავა, ფინანსებიც დაიკავა, შეიძლება ფინანსურად კარგადაც იყოს, ეხლა გამართულადაც იყოს, მეგობრებო, ვთქვათ. არაფერი არ აკლდეს, 100-ია თუ ისია, ხო? მაგრამ ეს ყველაფერი ბედნიერებას აღარ ანიჭებს. ნახეთ რა წერია? სიმდიდრე, რომელსაც ბედნიერება არ მოაქვს მისთვის. ხო. ამთავრდა კინო. თქვენთან მოწერა უნდა წერილის. თქვენთან გამოსვლა უნდა კონტაქტის წერილობითია. თქვენ ხართ მისი ადამიანი, ცხრიანების მონეტა. თქვენ შეიძლება იყოთ რაღაც პასუხისმგებლობაში, შეიძლება ბევრს არ ყავდეთ მეორე ნახევარი, მაგრამ უკან წარსული ყავდეთ შვილები, წარსულიდან, შვილები და ამ შვილებზე მზრუნველობაც და ესეც პასუხისმგებლობაში ამოდის. ხედავთ ძალიან ისეთ შთამბეჭდავად და ძალიან ღირსეულად გიკავიათ თავი, გიჭირავთ თქვენი ცხოვრება. და ხო, ახალ ცხოვრებაში, ახალ სიახლეები შეგაქვთ თქვენ ცხოვრებაში და აი ხედავთ აი ესე. თქვენი პარტნიორი. თუმცა თქვენგან წასული. აი მეგობრებო, როგორ შეგაქციათ ზურგი. აი ამ ურთიერთობიდან წავიდა ეს ადამიანი. ვისთან წავიდა და ვისთან არ ხართ. ხო, ნუ არ ვიცი. თქვენთან არაა. თქვენ ხართ შორს. თქვენ შორის მანძილია, ეს ხართ თქვენ. იმედი, წმენა, სიყვარული. თქვენ ხართ ბალანსში, თქვენ ხართ ძალიან ისეთი ადამიანები, სადაც გხედავთ უკვე თქვენი პარტნიორი და ძალიან მოხიბლული ამ ყველაფრით. ხო, არა მეგობრებო? თქვენ ხართ პასუხისმგებლები თქვენი ცხოვრების. თუმცა ამ ადამიანმა ესეთ ადამიანს ზურგი შეაქცია. ნახეთ მეგობრებო, აი ეს ადამიანი სხვაგან არის პასუხისმგებლობაში, თქვენთან არა. თქვენ შეგაქციათ ზურგი, ზურგშექცებითა. ეხლა ასე რო ამოსულიყო, თქვენ გიყურებდათ, მაგრამ არა, ესე ხართ თქვენ. ეხლა არის მთვარეში და მთვარული, ეხლა ღამე ძალიან ბევრს ფიქრობს თქვენზე. ხო, მეგობრებო,
თქვენზე ფიქრობს. როგორ მოვიდეს თქვენამდე? აი როგორ იხედება თქვენს? აი ხედავთ ხო თქვენთან ერთად ვიღებ კარტებს მეგობრებო. დავალაგებ ამას აქვე. აი ესე. თასების პაჟი და კვერთხების დედოფალი. სიტყვას პაჟი და დედოფალის ხო ვერ მეტყვით ახლა ახსნაგან მარტება პაჟის და დედოფლის ცოტა შორსა. ერთმანეთთან ცოტა შორსა. შეკითხვებზე პასუხებს არ ვცემ, მეგობრებო, ყველა შეუძლია მოусმინოს, ვინც არ უნდა იყენოს, ხო, ასე რომ და თქვენსკენ იხედება ეს ადამიანი, კვერთხების დედოფალი და კვერთხების მეფე. ანუ ამ ადამიანს უნდა პაჟიდან გადავიდეს მეფეში, კვერთხების მეფეში, ანუ თქვენ რო გაგითანასწორდეთ, ესე უნდა ამ ადამიანს. ეხლა მე ვერ გეტყვით ეს რამდენად შესაძლებელია მისთვის, მაგრამ მოლაპარაკებებით უნდა, ან კონფლიქტით თუ მოლაპარაკებებით, მეგობრებო, ნუ არ ვიცი, ხო? მოლაპარაკება უნდა თქვენთან. მოდი ვნახოთ ეხლა რამდენად მოსახერხებელია ეს, რა მოლაპარაკებაზეა საუბარი, მესამე პირებია ურთიერთობაში, მაგრამ თქვენთან მაინც აქვს სიყვარული, პლატონური სიყვარული, მეგობრებო. ურთიერთობა მანძილზე, სიყვარული მანძილზე, შორს. ამ ადამიანს ძალიან დიდი გრძნობა აქვს თქვენს მიმართ. ძალიან ისეთი თბილი და ისეთი გრძნობა აქვს, მოკრძალებული გრძნობა აქვს თქვენს მიმართ, რომ შეიძლება ეხლა რასაც ვამბობ არ გჯერავთ, როგორ შეიძლება ადამიანი იყოს მესამე პირთან და თქვენზე ფიქრობდეს. ყველაფერი შეიძლება, მეგობრებო. კი, ესეც შეიძლება. ესეც ხდება. ბევრი ადამიანი ამას განიცდის. უბრალოდ ეს თვითონ ამ თქვენი პარტნიორის ბრალია, რომ ვერ გადაწყვიტა თავის დროზე, ან გადაწყვიტა და არასწორად გადაწყვიტა და ხო, აი ესაა შედეგი, რომ სადაც არ უნდა იყოს თქვენთან მაინც ძალიან ისეთი ხელშეუხებელი გრძნობა ხართ მისი. მოდი ასე ვიტყოდი ზუსტად ზედ გამოჭრილი სიტყვა. ხელშეუხებელი სიყვარული ხართ. ხელშეუხებელი გრძნობა ხართ. უყვარხართ, მაგრამ ხელს ვერ გაკარებთ. შორს ხართ. მიუწვდომელი ხართ მისთვის. რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება. ამ ადამიანს ძალიან უნდა ვთქვათ თქვენთან მომავალი, მაგრამ იმდენად აი რომეო ამ კარტს რომ ვუყურებ, ყოველთვის მახსენდება რომეო და ჯულიეტას ფილმი. აი ზუსტად მეგობრებო. ხელშეუხებელი სიყვარული, მიუწვდომელი სიყვარული, რომელსაც სვამ და წყურვილს ვერ იკლავ. უყურებ და ვერ კმაყოფილდები ცქერით. ახლოს ყავს და ხელს ვერ დააკარებ. იმიტომ რომ ვერ იმეტებ ხელის დასაკარებად, სასწაულ გრძნობებზე საუბრობს. და ესე შორიდან გიყურებთ, ტკბება ამ ყოლაფრით. ხო. აი ესეთი აი მეგობრებო. აი ესეთი გრძნობა აქვს თქვენს მიმართ. ესეთი თასები აქვს თქვენს მიმართ. რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ეს ადამიანი მაინც მოდის, მოვა თქვენთან, მოვა როგორ? რაღაც შემოთავაზებებით, მოლაპარაკებებით და რაღაცის იდეებით და იმედებით, კი. ამ ყოლაფრის და მიუხედავად ამ ყოლაფრის და მერე მაინც მოვა ეს ადამიანი თქვენთან, მეგობრებო. ხო. მოვა შემოთავაზებით, სურვილებით, ოცნებებით, მოვა რაღაცით. მოვა, მეგობრებო. აუცილებლად მოვა. იმიტომ რომ უნდა მოვიდეს. დანარჩენი არ ვიცი, თქვენ რას გირჩევთ ეხლა სამყარო? ეს ადამიანი აუცილებლად მოვა. მე აღარ გავაგრძელებ, იმიტომ რომ მოვა. თქვენ რას გირჩევთ სამყარო? ბალანსი. თქვენ რას გირჩევთ სამყარო? ყველანაირი ხერხი გამოიყენეთ, რომ ბალანსი არ დაკარგოთ, როდესაც ეს ადამიანი დაბრუნდება. ხო. თქვენ რას გირჩევთ სამყარო? იყავით მზად.
იყავით მზად, მეგობრებო. რისთვის უნდა იყოთ მზად. ფრთხილად იყავით და იყავით მზად. როცა გაფრთხილებული ხართ, შეიარაღებული ხართ. ანუ ეს მომენტია ზუსტად. იყავით გაფრთხილებული და იყავით მზად, რომ რისთვის უნდა იყოთ მზად. იმისთვის, რომ თქვენ ყველანაირ პრობლემას გადალახავთ. რისთვის უნდა იყოთ მზად. ოჯახისთვის. რამდენადაც არ უნდა გიყოს გასაკვირი. იყავით მზად ამისთვის. მზად იყავით, რომ ეს ადამიანი დაბრუნდება ამ შემოთავაზებებით ზუსტად, მეგობრებო. ამ შემოთავაზებებით ეს ამოვიდა ეხლა, რომ ეს თქვენში არსებული სიტუაცია, ეს სირთულეები, რაც აქამდე გაიარეთ, ეს ჯოჯოხეთი, ეს ტყუილები, თქვენ არ დაგთმობთ ეს ადამიანი. ეს ყველაფერი ძალას მოგცემთ და გადალახავთ ამ უძილობას, მეგობრებო. ეს ყველაფერი დასრულდება, რამდენადაც ეხლა მე ზღაპარს არ უნდა ვყვებოდე თქვენთვის. კისერი მომჭერით ეს ასე იქნება. ხო, მეგობრებო. დამთავრდება თქვენი უძილობა, დამთავრდება თქვენი ჯოჯოხეთი, დამთავრდება ეს ტყუილები, სირთულეები, ეს ყველაფერი დამთავრდება და თქვენ იქნებით ერთად. მეგობრებო. თქვენ გექნებათ ოჯახი. თქვენ აუცილებლად გექნებათ ოჯახი. რისთვის წავიდა და რატომ იყო ეს ყველაფერი საჭირო? იმისთვის იყო საჭირო, მეგობრებო, რომ ამ ადამიანს უნდა დაეკარგა თქვენი თავი. თქვენ უნდა დაეკარგეთ ამ ადამიანს, რომ მიმხვდარიყო მისი გონება თუ რა დაკარგა. ამიტომ იყო საჭირო, ამიტომ წავიდა, ამიტომ გადაუხვია გზიდან, მანამდე ვერ გაიგო და ასე გაიგო. ხო, თქვენი შვილი, რასაც ნატრულობს თვითონ. მეგობრებო, ეს არის ის შვილი, რასაც ნატრულობს, ეს ამოვიდა ზუსტად თავში, მის დახასიათებაში. ეს აქ ოცნება. ამ ყველაფერს შემოგთავაზებთ ოჯახს. საჯაროა კი, შემოგთავაზებთ ურთიერთობას და არ გეგონოთ ფარული ურთიერთობა. არა, მეგობრებო. აღიარებული ურთიერთობა, ჩემო ძვირფასებო. ოჯახის სრული პაკეტით. კი. და იბრძოლებს ამისთვის, არ გეგონოთ, რომ ამას ბოლომდე არ მიიყვანს. ბოლომდე მიიყვანს. რა ვქნათ დღეს ესეთი გაშლა, ესეთი ლაივია დღეს. ამდენი ტკივილის, ამდენი ჯოჯოხეთის, ამდენი ტანჯვის შემდეგ, მეგობრებო, ამოისუნთქებთ. ხო. ესეთია დღევანდელი ლაივი, ასე რომ ძალიან სასიამოვნოა, იმიტომ რომ რატომაც არა, ხო? რატომაც არა, მაგალითად. რატომაც არა. ეხლა დაგაფასად. თავში პირველივე კარტიდან დაიწყო საუბარი, რომ თქვენ ხართ მისი ყველაფერი, თქვენთან უნდოდა ოჯახი, თქვენთან უნდოდა სიყვარული, ბედნიერება, მაგრამ რა მოხდა? მოხდა მაგიები, მეგობრებო. ეხლა თუ შეგიძლიათ ამ ყველაფრის პატიება და აპატიებთ ადამიანს, ხო, მომავალი, მეგობრებო, მომავალი კარგი გაქვთ. მომავალი ძალიან კარგი გაქვთ. ეს ისაა ზუსტად რაც ევედრებოდა, რასაც ევედრებოდა უფალს. ესეც თავში ამოვიდა. კი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ კი. თქვენი გადასაწყვეტია, რა თქმა უნდა, ჩემ ფიქრს არ ენდოთ. მაგრამ მას ნამდვილად აქვს სერიოზული ფიქრები მესამე პირიდან წამოსვლის, მეგობრებო. მოდი ვნახოთ ასტრაბარათები რას გვეტყვის თქვენს ურთიერთობასთან დაკავშირებით. რა მოხდა თქვენ შორის? და როგორ დასრულდება თქვენი ურთიერთობა? თქვენს ურთიერთობაზე მოკლედ, რასაც გვეტყვის ყველაფერი, მეგობრებო. მოკლედ ეს არის კეთილშობილება. ეს ადამიანი საუბრობს თქვენთან მიმართებაში კეთილშობილებაზე.
ესეთ ურთიერთობაზე საუბრობს თქვენთან მიმართებაში. კიდევ რა ხდება? ხო, სიხარული, თქვენ ხართ მისი სიხარული, თქვენ ხართ მისი ბედნიერება, თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც ნახეთ რა, აი უბრალოდ ამ კარტს კარგად დააკვირდით და ნახეთ რა მხელა ჯვარია გამოსახული ზემოთ. ხედავთ ხო ჯვარს? თქვენ ხართ მისი უფლის წყალობა, თქვენ ხართ მისი ჯვარი, ოღონდ კარგი გაგებით სატარებელი. ხო. ბედის წერა ხართ მისი რო იტყვია. კიდევ რას ფიქრობს? რას ფიქრობს მეგობრებო? არა, კითხვის დასმა არ შეიძლება. მეგობრებო, რას ფიქრობს და მისი ვარსკვლავი ხართ? რას ფიქრობს და მისი უფლის საჩუქარი ხართ? რას ფიქრობს და ფიქრობს იმას, რომ აი რაც არ უნდა ირგვლივ ადამიანები იმყოფებოდნენ მის ირგვლივ, აი უკან რო იტყვიან ქალთევზები, რუსალკები, არავინ არ არსებობს თქვენს გარდა, მაინც ვერი არსებობს ვერავინ თქვენს გარდა. თქვენ ხართ უფრო წინა პლანზე რო იტყვიან. რა მოხდა თქვენ შორის? თქვენ შორის რა მოხდა და რა მოხდა თქვენ შორის? დიდი სიყვარული მოხდა თქვენ შორის. გაბედულად საუბრობს ამას. ეს არის გამბედაობა, მერლინი და აი ეს არის ის სიყვარული, ორმხრივი სიყვარული, რომელიც აბედიებს ამ ადამიანს ყველაფერს. ეს არის გამბედაობა და სიყვარული. ეს არის ის, რომ ამ სიყვარულის გამო ეს ადამიანი ყველაფერს გაბედავს. კი. ეს არის ის, რომ ამ სიყვარულის გამო ეს ადამიანი ყველაფერს გაბედავს. კი. ძალიან კიდევ რაო? რას გვეტყვის? ბოლო რას გვეტყვის? ამ ადამიანმა იპოვა უკვე გასაღები. ამ ადამიანს აქვს უკვე გასაღები. ამ ადამიანს ანგელოზები რო იტყვიან, მეგობრებო, აი ყოველთვის აჩვენებენ გზას. აქამდე თუ ვერ ხდებოდა გზას, აი ეხლა უკვე იცის გზა და ეს ის გზა ზუსტად რო დაგაკარგათ და განიცადა თქვენი დაკარგვის ფასი და ეხლა ესე უბრძანა მას ზემოდან სამყარომ, რომ იბრძანდი ეხლა და გასაკეთებელი გააკეთე. ხო. ამ ადამიანს თქვენი ფოტოები აქვს, მინდა გითხრათ და ყოველთვის უყურებს მას. შეიძლება ეხლა მაგას ვერ გამოვიკლებთ ჩვენ აქ, მაგრამ შეიძლება კიდევ ვინმეს აჩვენებდეს ამ ყველაფერს, ან ვინმესთან საუბრობდეს თქვენზე, თქვენ შესახებ. ხო. კიდევ ერთი კარტი და ვნახოთ. ხო, კიდევ ერთი კარტი. მეგობრებო, და რა ვქნა? ჩემო ძვირფასებო, ეს ადამიანი ტაროლოგთან დადის, ან მაგიებზე დადის, ან მაგიებით წმენდას იკეთებს, მაგიებზე წმენდებს იკეთებს, ან ამ ურთიერთობაში წმენდებით აგვარებს ყველაფერს, ან ამ ჯადოების მოხსნას აკეთებს, რაღაცას აკეთებს მეგობრებო. ოღონდ ცუდი გაგებით არა, კარგი გაგებით. და ნახეთ, სურათით თან მეგობრებო, თქვენი სურათით. ეს ადამიანი თუ რაიმეს აკეთებს მსგავს, სურათით წმენდებზე დადის, ან თქვენს თაობაზე იკვლევს, რამდენად ახლოს ხართ და იქნებით ერთმანეთთან სამომავლოდ, თუ რაღაცა მსგავსი მეგობრებო, გავგიშდი. ხო, ეს არის სურვილი, მისი სურვილია, მას სურვილი აქვს. აქვს, რომ თქვენი ურთიერთობა არსებობდეს. მეგობრებო, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მეგობრებო, აი ესეა კი. ეს ადამიანი მაგთან დადის. მეგობრებო, ელოდეთ ასე გამოჩენას მისგან. ეხლა როგორც კი ბზუილა, ასე ბზუილს ელოდეთ მისგან. გუშინ მარშხალები იყო, დღეს ბზუილები.
მოულოდნელად ესე მეგობრებო მოგიბზუილეთ. კიდევ ერთი კარტი და ნახოთ, კიდევ ერთი კარტი. ხო, ელოდეთ მისგან შეტყობინებას, ელოდეთ მისგან წერილს. ეს არის კიდევ მიჯაჭულობის კარტი. კარგიც არის და ცუდიც. ეს ადამიანი ზოგჯერ კარგადაა, ზოგჯერ ცუდად არის, მაგრამ თქვენთან მოჯაჭვულია. შეიძლება იქაც მიჯაჭულობა კონდეს, მაგრამ მეგობრებო, ნახეთ, ამას გაკეთებული რო აქვი, ხა? აქაც არის მსგავსი რაღაც, რომ ეს ორი კარტი უკავშირებს ერთმანეთს. იმედია ხვდებით, რასაც ვამბობ. ერთი წუთით, ჩემო მეგობრებო, ჩავსვამ პაზლს. ხო. ერთმანეთთან კავშირშია, ასე რომ, ხო, იქით მხრიდანაც თუ კი არ საათი, კი მეგობრებო, ქვიშის საათი აქ უეჭველი რაღაც გაკეთებული აქვს ამ ადამიანს და შეიძლება ამის მოსახსნელად დადის ისევ იმ საქმით, რაც მას გაუკეთეს, რომ იქიდან განთავისუფლდეს, ამ მიჯაჭვულობიდან განთავისუფლდეს. ხო. აი, ამიტომ დადის იქ მეგობრებო. ამიტომ მიმართავს ამ ადამიანს, კი? რომ ეს მიჯაჭვულობა, ეს ცუდი ნეგატივი, ეს ყველაფერი ჩაიხსნას ჩემო ძვირფასებო, აი სურვილი, თავისი სურვილებიც აქვია, რომ ეს ყველაფერი გააუქმოს. წარსულიდან წამოსული თუ ახლანდელი მისი ცხოვრებიდან განთავისუფლდეს და განთავისუფლებული მოვიდეს თქვენამდე ჩემო ძვირფასებო, კი, ამას ფიქრობს. გამოიქცეს, აი აბატონო, გამოიქცეს, ხო. ამ ადამიანმა ყველაფერი გაანალიზა და ამ გაანალიზებით მივიდა ამ დასკვნამდე, რომ ამით წმენდები უნდა გაიკეთოს. ამით უნდა განთავისუფლდეს იმ ყველაფრიდან, რაშიც არის ეხლა ჩემო ძვირფასებო, რომ გამოიქცეს თქვენთან. ამაში კიდევ მას თანხები ჭირდება. ეხლა აქვს თუ არა მას ეს თანხები, მე არ ვიცი, მაგრამ ამაში ძალიან ბევრ თანხას გადაიხდის თქვენი პარტნიორი, იცოდეთ. ხო. ვის პარტნიორს გავს აბა? აბა ვის პარტნიორს გავს? ნაწილობრივ ჩემს მეგობარს გავს. მე პარტნიორი არ მყავს, მაგრამ ნაწილობრივ ჩემს მეგობარს გავს. ხა, ჩემს მაიმუნს გავს მეგობრებო, აი ზუსტად აქ. ხო, ხონდა ესეთლად მოშვებული წვერები, ულვაშები არ აქვს. ხა, მაიმუნს გავს, კი. ასე რომ ელოდეთ მისგან ჩემო ძვირფასებო ნარიჯებს. იმიტომ რომ ეს ამ ადამიანს უკვე ყველაფერი გათვლილი აქვს, ყველაფერი გაანგარიშებული აქვს, ყველაფერი გადაწყვეტილი აქვს, ყველაფრის უკვე ქმედებაში არის გადასული, არა მარტო გააზრებული, უკვე ქმედებაშიც არის გადასული, რადგან უკვე მისულია იმ დასკვნამდე და იმ ყოფამდე, რომ უკვე ხდება რაშიც არის საქმე და მიხვედრილია, ამიტომ ელოდეთ მისგან მეგობრებო. ელოდეთ ნაბიჯებს. მოდი მაინც დაახლოებითი პასუხი მოვიკითხოთ თუ როდის იქნება მაგ ნაბიჯები დროის კარტით. ჩემო ძვირფასებო, რამდენიმე დღეა ჩვენ არ გამოგვიყენებია ეს დასტა და ამ დროის დასტას გამოვიყენებ. მესამე პირს რაელის კარგი შეკითხვაა. მესამე პირს რაელის. ეხლავე გავარკვევთ მესამე პირს რაელის. რაელის მესამე პირს. საინტერესოა. დატოვება ყველა ვარიანტში ელის. ფანტაზიებში და ილუზიებში დარჩება. გასულელებული დარჩება. გარეგნობა შეეცვლება, დაგლახდება, დაავადყოფდება, მეგობრებო. აი ეს ყველაფერი, რასაც თქვენს ურთიერთობას გაუკეთა, ყველაფერი დაუბრუნდება უკან. ერთი კარტი და მილიონი წინადადება და სიტყვა. მე აღარ გავაგრძელებ, ამოვარდა კარტი თქვენ თვალწინ.
ამიტომ მეგობრებო, არეულობა, ტირანია და თვითგანადგურება, უნების ყოფობა, ბუმერანგი დაუბრუნდება ამ ადამიანს. ასე რომ, სათქმელი ითქვა. თქვენთან რა დროის ვადაში დაბრუნდება თქვენი პარტნიორი. ვინც ამას აკეთებს, ყველას ასე ეკუთვნის და ყველა ასე მიიღებს მეგობრებო. უბრალოდ დროის ფაქტორია. დროს თუ მივცემთ დროს, უფალი გადაწყვეტს ამ ყველაფერს. ხო. ამიტომ არ ინერვიულოთ თქვენ არაფერზე. თქვენ არაფერზე არ ინერვიულოთ. ეხლა უბრალოდ ჩაიფუი, კარტია ამოვარდნილი, ამობრუნებული მე მგონი, ხო? რაღაც კარტი მომხვდა თვალში ამობრუნებული. ხო. შემდეგ სავსე მთვარეობაზე. იშო ნესლიშკან პოზნა. ჯერ არ არის გვიანი. თქვენი პარტნიორის დაბრუნება მეგობრებო. შემდეგ ახალ მთვარეობაზე, სავსე მთვარეობაზე თუ ახალ მთვარეობაზე, პოლნა სავსე მთვარეობაზე. ხო, ბევრთან შეიძლება ესე იყოს. ჯერ კიდევ არ არის გვიანი, მაგრამ მე მაინც ამოვიღებ მეგობრებო, ეს კარგი იყოს, ეს აქ დავტოვოთ ერთი შემთხვევა. შეიძლება ზოგთან ესეც გათამაშდეს და შეიძლება ცალცალკეც გათამაშდეს. ანუ ზოგთან შეიძლება იყოს სავსე მთვარეობაზე, ზოგთან შეიძლება ესეც გათამაშდეს, რომ თქვენი პარტნიორი აუცილებლად დაბრუნდება, იმიტომ რომ ჯერ კიდევ არ არის გვიანი თქვენთან დაბრუნება. ანუ თქვენთან დაბრუნების შანსი კიდევ აქვს ამ ადამიანს. მთვარე. სავსე მთვარეობაზე, კი? მომდევნო სავსე მთვარეობაზე. ეხლა როდისაც სავსე მთვარეობა მეგობრებო. ეხლა მე ამ წუთას არ მაქვს მაგის ის უბრალოდ საშუალება რომ შევხედოთ, თორე მაგის კალენდარი მე მგონი მაქვს. ჩაიფიქრეთ, აბა კიდევ. თქვენი პარტნიორის დაბრუნება რა დროის ვადაში მოხდება? ერთ კარტს ამოვიღებ ჩემო მეგობრებო. ერთ კარტს ამოვიღებ თქვენს თვალწინ. ზოგთან დაიგვიანებს. ხო. აბა ეს ვისაც გავს? ზოგთან დაიგვიანებს. თუ დრო გქონდათ ჩაფიქრებული, ცოტა იმასთან მოიგვიანებს, ცოტა უფრო გადააშორებს. ხო, ასე რომ მიიღეთ ეს სამი პასუხი მეგობრებო, თუ გინდათ სამივე დაიმახსოვრეთ, თუ გინდა სამივე მიიღეთ, არც ერთი არ არის ცუდი. ზოგადად მე როდესაც ესეთ გაშლებს ვუსმენ, მაგალითად ნინო ლეჟავას ვუსმენ ხშირად, სამივეს ვუსმენ. კი, სამივეს ვუსმენ. ასე რომ ჩემო მეგობრებო, ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი, ძალიან კარგი და სასიამოვნო ჩემთვის მისაღები, აუცილებლად მოვუსმენ ხვალ, მე პირადად ყოველთვის ვუსმენ ჩემს ლაივებს, დილით, ყავის დალევის დროს, იმიტომ რომ მაინტერესებს რას ვსაუბრობ თქვენთან, რა ამბები მომაქვს, რა სიახლების მოტანის უფლებას მაძლევს უფალი და სამყარო, ძალიან მაინტერესებს. და YouTube-ზე იქნება, კი, აუცილებლად ავტვირთავ YouTube-ზე, რა თქმა უნდა. და შეგიძლიათ სრულად უყუროთ. დღეს ჯვარის წერია, რატომღაც კრუნჩხვები არ ქონია ჩვენს პარტნიორს, თუ თქვენს პარტნიორს. ხო, ასე რომ, ჩემო მეგობრებო, არ ინერვიულოთ. უყურეთ ქვემოდან რა კარტია? შეისვენეთ, დაისვენეთ, გონება დაასვენეთ, არ იფიქროთ, ყავა დალიეთ, ჩაი დალიეთ. ხა, ნოემბერი, მეგობრებო. შეიძლება იყოს კიდევ ნოემბრისთვის მოემზადეთ, ხო. დაისვენეთ, ჩემო ძვირფასებო, აი ესე ადამიანი ზის და ყავას სვამს და ოცნებობს, ფიქრობს, გეგმავს. ხო, აი, მოდით და ესე ვიტყვი, შეირგეთ ეს თავისუფლება. დააფასეთ ეს თავისუფალი დრო, რაც გაქვთ ახლა მეგობრებო. ხო. აი დააფასეთ ეს თავისუფალი დრო. რაც გაქვთ, თავისუფლება მიიღეთ.
მიმღებლობა იქონიეთ მეგობრებო. რაც არ ხდება, ხდება კარგისთვის. აი მე ძალიან ბევრი დაბრკოლებები მაქვს ზოგადად ცხოვრებაში. რაც მინდა ის არ მიხდებოდა, ვიყავი ყოველთვის ნერვიულობდი, ვიჯექი ვტიროდი თუ რაღაცა ბუდავდი თუ ნუ რაღაც იყო ესეთი. ამ ბოლო დროს მეგობრებო დავიჩემე ის, რომ აი საკუთარი თავი დავარწმუნე იმაში, რომ არღის არაფრისთვის არაფრის ნერვიულობა, რაც ჩემი არსად არ წავა. ყოველთვის ამას ვამბობდა, ეხლა ყველას უკვირს და ყველა ესე მეტყვის, რა ყოველთვის მაგას რატო ამბობ. აი იმიტომ ვამბობ, რომ ესეა. დაუკვირდე ესეა მეგობრებო. ყოველთვის იქნება ისე, როგორც ჩვენთვის ჯობია და ჩვენთვის არის უკეთესი. ჩვენ რო გვინდა ისე, არა მეგობრებო. მე რომ მინდოდა ისე და რომ ვაკეთებდი ისე და მე რომ ვითხოვდი ისე, ეხლა რო უკვირდები, იმიდან არაფერი არ გამოდიოდა და არ გამოვიდა მეგობრებო. ამიტომ იყო ეს უფლის ნება, უფალმა იცის ჩვენთვის რა ჯობია. ამიტომ მეგობრებო, არ ნერვიულობ. არც თქვენ არის ნერვიულობ. გათენდება დილა დალიე ყავა დალიეთ, ჩაი დალიეთ, წყალი დალიეთ, გაახილეთ თვალები, უფალს მადლობა და საკუთარ თავზე იზრუნეთ. ყველაზე კარგი საშუალებაა. მე უფალს ვევედრები ჯანმრთელობას ეხლა მეც არაფერს. ხვალ მივდივარ ექიმთან, ჯერ ისიც არ ვიცი ვნახავ თუ არ ვნახავ, ჩავეწერები არ ჩავეწერები და უფალს ვევედრები ჯანმრთელობას. არაფერი არ მაინტერესებს სხვა მეგობრებო. ამიტომ იგივეს გისურვებთ თქვენს. მშვიდობიანი ღამე, ბედნიერი დღის გათენება ყველა თითოეულ თქვენთაგანს. უღრმესი მადლობა ყველას. ერთად ყოფნისთვის, გვერდით ყოფნისთვის და ნელ-ნელა უკვე ვიმატებთ. კი, უკვე ნელ-ნელა მოვიმატეთ. ასე რომ მადლობა ყველა თითოეულ თქვენთაგანს, ჩემო ძვირფასებო. და აი ესე ერთმანეთთან გვერდში დგომით, ყოველთვის ყველაფერი გამოგვივა. რა თქმა უნდა, დაგირეკავთ აუცილებლად დაბლოკვა. არაფერიაო. არ დარეკავენ და ნურც დარეკავენ. მეგობრებო, არც მაგაზე ინერვიულობთ. ხო, მოკლედ წავედი ახლა. ძალიან გვიანია თქვენთანაც, ჩემთანაც. მეგობრებო, ხვალ დასვენების დღე მაქვს, გარეთ გავდივარ. დაახლოებით 11 საათისთვის აქაური დროით თქვენთან იქნება პირველი საათი. იმედიანად დაუბრუნდები იმედიან და ჩემს კუთვნილ ექიმს იმედია მივაგნებ, რო იტყვიან. ხო, რა თქმა უნდა, თუ უყვარხართ არ დაიკარგება, მეგობრებო, ყველაფერი ხდება. არ ვიცი თქვენ თუ გახსოვთ, ესეთი შემთხვევა მაქვს განაგონი თვალდანახული ჩემს საახლობლოში იყო ესეთი, რომ გოგო და ბიჭი დაოჯახდა, ბიჭმა მოიტაცა გოგო. ეს გოგო წაიყვანა მშობლებმა ისევ, წაართვეს, დააშორეს ერთმანეთს. ამ ბიჭმა ადგა მერე იგულავა რო იტყვიან, თუ რაც გინდათ ის დაარქვით, მაგრამ არა სერიოზულად. სერიოზულად კი არა, არასერიოზულად, უბრალოდ ნუ რა ექნა და გავიდა 10 წელი. 10 წლის მერე ისევ მოიყვანა თავისი ცოლი მეგობრებო. ხო. ეხლა არ მითხრათ, რომ იმან ის მოიყვანა და ოჯახთა და როგორ ვიქნებით ერთად და მეყვების ხაბარს. ხო. დედას გეფიცებით, აი უბრალოდ არ დავასახელებს სახელ და გვარს ამ გოგოს და ბიჭს, თორემ აი ქორწილში ვიყავი მათთან. ხო. ქორწილში ვიყავი მათთან. ამ გოგოს და ბიჭის ქორწილში ვიყავი. აი დამაჯერებელი ფაქტორი. და ეხლა არიან ერთად. ეს გოგო და ბიჭი ცოლ-ქმარია დღეს. ასე რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თქვენ თუ კი გაქვთ მიმღებლობა, პატიების უნარი, თუ კი თქვენ ამ ყველაფერს დაივიწყებთ, მაგრამ უყურეთ ეხლა რა მოხდა. აქ ბიჭის ბრალი არ იყო, აქ იყო გოგოს მშობლების ბრალი. ხო. არის ისეთი რაღაცები, რასაც ადამიანს ვერ დააბრალებ, მისინებით არ მოხდა. არის შემთხვევა, როდესაც მაგიებით ხდება ეს ყველაფერი და თქვენ თუ კი ამ ყველაფერს გაითავისებთ, თქვენ თუ კი ამ ყველაფერს მიიღებთ, თქვენს პარტნიორს მიიღებთ ამ ყველაფრის მერე და თუ კი შეხედავთ, რომ რაღაც შეიძლება გამოვიდეს და აპატიებთ ამ ადამიანს,
ყველაფერი შეიძლება მეგობრებო. ყველაფერი არის შესაძლებელი. ხო, ну, რა ვიცი ხა, ვის როგორ შეუძლია ამ ყველაფრის აღთქმა. ხო, არ ვიცი მეგობრებო, ეს ყველა თითოეული თქვენთაგან გადასაწყვეტია, მე კიდევ გემშვიდობებით და ისთან როგორ რეზონირდება, უბრალოდ მაინც ინტერესი მკლავს და გამაგებინეთ. მშვიდობიანი ღამე ყველას. რა თქმა უნდა, რო ხდება და რო აანალიზებს ამ ყველაფერს და რო იაზრებს, ესაა საქმე ზუსტად. რა თქმა უნდა, ჩემო კარგო, წმენდები აქვს გადაწყვეტილი 100%-ით. ამ ადამიანმა ყველაფერი ძალიან კარგად მიხვდა. მოკლედ ავტვირთავ მეგობრებო, მე აუცილებლად ხვალდილით. ეხლა ვერ მოვახერხებ, იმიტომ რომ ჩემს ოთახში, რავი, თუ მოვახერხე აუცილებლად ავტვირთავ ამ საღამოს, დასხედით და თავიდან ბოლომდე წყნარად უყურეთ. არ არის აქ დღეს პრობლემა ინტერნეტზე, ამიტომ ძალიან გემრიელად მოусმენთ ამ ყველაფერს. ხო. მოკლედ წარმატებები მინდა გისურვოთ. დაით თქვენს გულებში ყოფილიყოს ყოველთვის დიდი სიყვარული და ყველაფერი კარგი ქონოდეთ ცხოვრებაში მეგობრებო. აბა, დროებით.